მე არასოდეს აღარ წავიკითხავ ვეფხისტყაოსანს. წაკითხვაში გულისხმობ პირდაპირ ტრადიციული გაგებით დაიტოვე წიგნი დაიკითხე. თითქმის არც კითხულობდი არასდროს. მაგრამ 43 წელიწადია ვიცი 44 წელიწადი მთავრდება რაც ზეპირად ვიცი. ვეფხისტყაოსა. ახლა ამ წაკითხვაზე ადრე ფურცლების დახმარებით ფიქში ვხვებოდი და მე თვალს ვადევნებდი სწორია თუ არა და დაფარებული მქონდა ფურცლები. ეხლა ჩავწერილი მაქვს. რამდენი ხანია ზაფხულში ჩავწერე უფრო ზუსტად ვეფხისტყაოსანი თავიდან ბოლომდის მოვყე თავების მიხედვით. სადაც ერთი სიტყვაც არ არის შეცდომით. სიტყვა კი არა, ერთი ასოც. ძირითადად სასკოლო გამოცემა ალექსანდრე ჭინჭარაულის რედაქტორობით ნოდარ ნათაძის კომენტარებით. ჩაწერილია და ამ ჩანაწერს მოусმენ. ამ ჩანაწერს უსმენ ძირითადად როდესაც დავუშვათ ავტობუსით მგზავრობ ან თავისუფალი დრო როცა მაქვს ან შავ სამუშაოს როდესაც ვაკეთებ. შევინარჩუნე ეს 44 წელიწადი და მე ეს ჩანაწერი ძირითადად მიბიძგარ გამეკეთებინა უცხოეთში მცხოვრებმა ქართველებმა, რომ წიგნი არ გვაქვს არაფერი და რაღაცა გამოგვიგზავნდა, რაც ნახე არ იყოს ყოფილი, ბევრი შეცდომები იყო ხათრო კითხვაშიც და ყველაფერში და ამიტომ პირადად გადავწყვიტე, რომ ჩამეწერა და ჩავიწერე. მრავალი ადამიანი არის საქართველოს გარეთ გასული. ძალიან ბევრმაც წერა კითხვა არ იცის. ძალიან ბევრსაც ვეფხისტყაოსანი არა აქვს წაღებული და ძირითადად ამათვით ჩავწერე. ამათვის ჩემთვის თქვენთვის ყველასთვის სათხოვარი მაქვს, რომ გააზიაროთ ჩემი ეს ერთადერთი პოსტი, ერთადერთი ძირითადი პოსტი, მხოლოდ ეს. ეს არის ჩანაწერი, სადაც მიმაგრებული მაქვს ეს ჩანაწერი ჩემს Facebook გვერდზე თემური ხუციშვილი, სადაც ჩემი სურათია და ჩემი შვილიშვილების სურათი კიდევ. და ამ ძირითად პოსტში, პირველი პოსტი, მიმაგრებულ პოსტში რუსთველის სურათია. ერთი-ორი სიტყვით რომ აქ არის ზეპირად ყვები ვეფხისტყაოსანს და იქ ლინკს დააწვევი და მთელი ჩანაწერები ზოგი TikTok-იდან, ზოგი YouTube-იდან, ზოგი Facebook-იდან თავების მიხედვით არის ჩაწერილი და ეს გააზიარეთ და გააზიარეთ. დიდ ჯგუფებში, რაც შეიძლება ბევრ ჯგუფებში გააზიარეთ და თხოვეთ რომ ახლობლებსაც გაუზიარონ. ძირითადად ქართველები ამერიკაში, ქართველი ემიგრანტები ამ ჯგუფებში ვაზიარებ. მე და მადლობა ყველას, რომ ადმინებს რომ აზიარებენ ამ ჯგუფებში. ასე რომ გაუზიაროთ მსოფლიოს საუკეთესო პოეტური ნაწარმოების საუკეთესო პოემა. გავაზიაროთ ყველა. ასევე არის ვეფხისტყაოსანი გამა პირველ პოსტში მიმაგრებული. კი, გამა ვეფხისტყაოსანშიც მაქვს რამდენიმე ჯგუფებში, მაგრამ Facebook გვერდი ვეფხისტყაოსანი გამა, სადაც პირველ პოსტში იგივე მაქვს მიმაგრებული და სხვებში მარტო გაზიარებული მაქვს, პირველ პოსტად არ არის ჩამაგრებული. ასე რომ გავაზიაროთ და იმედია რომ მილიონობით ნახვა ექნება თქვენი დახმარებით. წინასწარ ყველას დიდი მადლობა, ვინც გააზიარებთ ამ პოსტს. უნიკალური ჯერ არ ნახული პოსტი, ჯერ არ ნახული შედეგით. 100-ს კი არ მეშლება. აი ამ გამოცემიდან ყველაფერს სუფთად ყვები. და ერთსაც კიდევ, აი რამდენი
შრომა არის დახარჯული, ეს ამ ზაფხულს ჩავწერე და ყურადღებას არავინ არ აქცევს. რამდენი შრომა არის დახარჯული, მოდი თქვენ განსაჯეთ. აიღეთ ნებისმიერი თავი, დაახლოებით 20-30 სტროფიანი და ჩაიწერეთ, წაიკითხეთ, პირდაპირ გაგებით გადაშალი წიგნი და წაიკითხეთ და თქვენ თავს გამოუტყდით. არ ამგონია ვინმე გაბედოს, წაიკითხოს და მერე მოусმინოს და რამდენი შეცდომასაც დაუშვებს, აღნიშნოს ეს შეცდომები. იმდენი წერტილი დასვას ცალკე ფურცელზე. აი, პირდაპირ გაგებით რომ წაიკითხო, ძალიან ბევრი 30 სტროფიან თავში 1000 შეცდომას დაუშვებს. აი, 100-ს სხვანაირად თქვი, მორჩა შეცდომა და დაითვალე და რამდენიმე ათეული შეცდომა გექნებათ. და შეუცდომლად რომ წაიკითხოთ, მაშინ რამდენი წაკითხვა დაგჭირდებათ. თუ ვინმე გაბედავს და აი მას დაწერს, აი, დიდ მადლობას მოახსენებ. გააზიარეთ და გააზიარეთ. თესოთ სიკეთე საზღვარგარეთ ცხოვრებ ქართველებს არ აქვს საშუალება რომ სუფთა დედანიდან წაიკითხონ შედარებით უშეცდომოთ ვეფხისტ ხაოსანი და მოусმინონ. არ აქვს საშუალება, აი ამჟამად ექნებათ ამის საშუალება რომ მოусმინონ ვეფხისტ ხაოსნის ყველაზე სრულყოფილ ტესტს. დიდი მადლობა ყველას, ვინც გაიზიარებს.